პირველი მოწმე, ვინც დღეს 11 პირიან სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა, არის საბა ნაბახტეული. ის არის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, რომელიც 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე გამოძიების ვერსიით ქვის მორტყმის შედეგად დაზიანდა, მას სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე, მაშინ როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანამ შეიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. ეს არის ჩვენება, რომელიც მას მიცემული აქვს ჯერ კიდევ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე იმავე სტატუსით, რომელიც დაზარალებულს გულისხმობს და ასევე ორჯერ გამოკითხვის ოქმებში. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ უკვე 10-მდე მოწმე მოიყვანა ამ საქმეზე, თუმცა ვერც ერთმა ვერ დაადასტურა ის, რომ რომელიმე ბრალდებული, რომელიც ახლა განსასჯელის სკამზე ზის, იმ დღეს, როდესაც ისინი დაშავდნენ აქციაზე, ნამდვილად იმყოფებოდნენ. ანალოგიური სცენარი ვიხილეთ დღესაც. საბა ნაბახტეული დაახლოებით 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას, თუმცა სასამართლო დარბაზი ისე დატოვა, რომ ვერც ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ვერ თქვა, რომ მას რაიმე სახის პრეტენზია აქვს. მან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პრეტენზია აქვს მხოლოდ იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მას უშუალოდ ქვა ესროლა, თუმცა ამ ადამიანის სამოცნობა მას არ შეუძლია. მე გამოჩნია პრეტენზია იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მომაყენა ეს ზიანი და დამაზარალა მესროლა ეს ქვა. ბრალდებულებს მიმართ არ ვიცნობ ბრალდებულებს. თქვენ დაზიანება მიიღეთ 28 ნოემბერს. პირველში, 2-ში, 3-ში ვინც იყვნენ აქციაზე მონაწილეები, იმ ადამიანებს თან რამე პრეტენზია გაგაჩნიათ? მე თავიდან ვთქვი, დაზიანება მიიღე 28 ნოემბერს. იმის შემდეგ დაახლოებით 1 კვირა აქციაზე არ ყოფილიყარ. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც 28 ნოემბერს არ იმყოფებოდნენ აქციაზე, იმ ადამიანების მიმართ, ესენი ბრალდებულები იქნებიან თუ არ იქნებიან ბრალდებულები, თქვენ პრეტენზია არ გაგაჩნიათ. თქვენ ამ საქმეზეც ხომ დაიკითხეთ და სხვა საქმეზეც ხომ დაიკითხეთ? კი. გამოკითხვის ოქმში გაქვთ მონაწილეობა მიღებული და რამდენჯერ გამოიკითხეთ? ორჯერ გამოიკითხეთ. ორჯერვე, როდესაც გამოიკითხეთ, თავიდან უკან ნახეთ, ხო, ინფორმაცია და არა დაკოპირება მოხდა ჩვენების. კი ბატონო. ხო, ადასტურებთ, რომ დედანი სამედიცინო დოკუმენტაცია გაქვთ წარდგენილი? დედანია ტოქსეროქსია, მე არ ვიცი რაც მომცეს, პირდაპირ მივიტანე. თქვენ სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ დაზიანებებს ეთანხმებით? თუ შეიძლება რამე არ ჩაგიწერეს. ვერ გავიგე. ხო, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, კი, რაც დამიწერეს, დაზიანება მქონდა მიღებული, კი. თქვენს გამოკითხვის ოქსაც ეთანხმებით, ხო ესეა? ხო, რა თქმა უნდა, კი. ვინც ქვა ისროლა, დაინახეთ, ხო ესეა? ანუ იდენტიფიკაცია ვერ მოახდინეთ, მაგრამ მიმართულება დაინახეთ. საიდან გესმით? კი. ვინაიდან ქვის მოხვედრის დროს სხვა მიმართულებით ვიხედებოდი და იყოს სიბნელე, მე მისი დანახვა ვერ შევძელი. ამ ინფორმაციას ეთანხმებით, თუ ეხლა რასაც გვეუბნებით ის მივიღოთ? კი, ხო? ეთანხმებით. აქედან გამომდინარე, რა ადგილიდან გესროლეს, რადგან სხვა მიმართულებით იყურებოდით, ხო არ იცით? აქ ისე იწერია. ვერ გავიგე? ხო. არიცით რა მიმართულებიდან გესროლეს. პირდაპირ მიმართულებიდან. აქ გიწერიათ ესეთი რაღაცა, რომ სხვა მიმართულებით ვიყურებოდიო და თან ბნელოდაო. ესე იგი ქვის სროლის ნაწილი არ დაგინახავთ. არა, ერთი ზამი, ანუ ფრელება ცოტათი ქონეს თავი შემოდრიალებული და როდესაც ხედულობა გააღწუვა, ამ დროს მოხდეს. რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო სასამართლოს ხდომის დარბაზში, გამომდინარე იქიდან, რომ ნინო გალუსტაშვილმა მოსამართლემ მისცა საშუალება მოწმე საბა ნაბახტეველს, რომ დაეტოვებინოს ხდომა, რომ ადვოკატების ნაწილმა და ვერც ერთმა ბრალდებულმა კითხვის დასმა ვერ შეძლეს. ნინო გალუსტაშვილი ცდილობს, რომ დღეს სამუშაო საათების დასრულებამდე, ანუ 6 საათამდე დაკითხოს 3 მოწმე და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის დღევანდელი პროცესი გვიან დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელის გამზე 11 პირი ზის და ფიზიკურად შეუძლებელია, რომ საათნახევარი ორი პროკურორის, ამდენი ადვოკატის და 11 ბრალდებულის კითხვები ისე დაისვას, რომ სრულად ამოიწუროს და დაიხუროს საკითხი, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოწმისთვის სასამართლოს ხდომის დარბაზის დატოვების უფლება მიეცა. რა თქმა უნდა, სიტყვით ისარგებლეს ამის შემდეგ უკვე ბრალდებულებმა, თქოს ადვოკატებმა, რომ ითხოვენ მოსამართლის აცილებას, რადგან ის სამართლიანი მართლმსაჯულების აღსრულებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში კითხვების დასმის შეზღუდვის გამო ხელს უშლის. ვიყავით, სხვა შემთხვევაში არ შეზღუდავს სასამართლო, მაგრამ წინ, ანუ ესეთი გადაწყვეტილება გააჟღერა სასამართლომ, წინასწარმაზეც გაგიჟღერეთ და გითხარით, რომ სამოწმეს დავკითხავდი. თქვენ გადაწყვეტეთ, შემდეგ მოწმეს დავკითხავთ. უნდა დავკითხოთ ამაზე, რომ ძალიან დარწმუნებული ვარ, კარგად დამენეჯმენტებთ საკითხს, იმიტომ რომ
წინასწარმაზე გავაჟღერე და გითხარით და შეთანხმებულები ვიყავით. ასე რომ მე დავსვი კითხები, ჩემო კოლეგებმა დასვეს კითხები. ანალოგიურად ყველა ადვოკატს უნდა კონდეს შესაძლებლობა დასვას კითხები. თუ თქვენ დღეს ჩემს კოლეგას არ მიცემთ შესაძლებლობას დასვას კითხები, მე მექნება თქვენს მიმართ აცილება. ბატონ ბექანა საქართველოს ერთი წუთით დაბრძანდით წინასხდომაზე დროს განსაზღვრასთან დაკავშირებით რატომ იყო სასამართლომ გადაწყვეტილება თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ. ნამდვილად არ მინდა ვინმეს რამე უფლება შევუძღუდო, მაგრამ წინასხდომაზე შეგითანხმდით, რომ 60 წელს დავკითხავდით. შემდეგი სხდომასთან დაკავშირებით სასამართლო განსაზღვრავს წრის წესს გაითვალისწინებს. ხები გვინდა ამ კითხვას და მარტო ადვოკატებს კი არა, ბრალდებლებსაც ხო გვინდა რომ დაუსვათ ჩვენი კითხვები, რაც გაგვაჩნია. თან თუ სწრაფად გინდა დასრულება პროცესების, ერთნაირ მოწმეებს მაინც თუ მოიყვათ, ზუსტად ერთი და იგივე პათოსით რო გამოდის და თან აქ უმეტესობა რაც ნახეთ არიან პოლიციელები, ვისაც ნიღაბი არ ეკეთა და ისე დროს იდგნენ ჩვენ არ გვეხება და ჩვენი ვიდეოებში თითქმის ყველა ვიდეოებში ჩანან რობოკოპები და სპეცრაზმელები, რომლებსაც ნიღაბი უკეთია და ჩაფხუტი და ისეთი მაინც მოიყვანეთ რომ რაღაც პატარა გადაკვეთა გქონდეთ ჩვენთან. ან თუ სწრაფი გინდათ მოწმეები უნდა შეამციროთ, ისეთი რომელთა აქ ყოფნასაც აზრი საერთოდ არ აქვს. მოსამართლემ რა თქმა უნდა საკუთარი თავის აცილების შუამდგომლობა ადვოკატებს არ დაუკმაყოფილა, ჯიუტად აგრძელებთ სასამართლოს ხდომის წარმართვას მიუხედავად იმისა, რომ ჯეროვნად საკუთარი კითხვების დასმის საშუალება არც ბრალდებულებს და არც ადვოკატებს არ ეძლევა. დღეს დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამატებით კიდევ 2 მოწმე დაიკითხება და დღევანდელი სასამართლოს ხდომა ზუსტად 6 საათზე დასრულდება.